ვერასოდეს ვერ ხვდებოდი, როცა ჩაცმულობას აჩვენებდნენ ერთმანეთს ადამიანები, არ ვიცი. სულ მეგონა, რომ აი მე მაგ და შენ გააკ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში თუ შენ სულიერებაზე მოქმედებს ჩასაცმელი, ესე იგი ცუდად არის საქმე. მე ამ მხრივ წერ ამ ვიდეოს. შეხედეთ, მაცვია აი ნამდვილი ბალენსიაგას ძლივს თქვი. მაისური სასწაული, მაგრამ ჩემი სულიერი მდგომარეობა არ იცვლება, არც არაფერი არ იცვლება. არის ნამდვილია, მე არ გადამიხდია ფული მაჩუქეს, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება ბრენდებზე რაღაცნაირად ვერ მივეჩვია. აი შარვალი მაცვია, ვაიკიკში ვიყიდე და ისე მომწონს გიშდები. ეს შარფი ვიყიდე ნავნეში, დიდი ხანია უკვე. ეს საოცარი დუტის ჟილეტი მარიკა მოდებაძის შექმნილი და აი ესე წარმოგიდგებით. ეხლა მივდივარ რადიოში, გადაცემა მაქვს პირდაპირ ეთერში. მაცვია ისე როგორც მე მინდა, არ ვიცი ლამაზად თუ არა. ფეხსაცმელებზე მაღაზიაში იყო ლიკვიდაცია და იქ ვიყიდე და ზემოდან ოქროს ბროშები დავაბნიე. აი ეს. მოკლედ, TikTok-ზე ჩემი ვიდეოები აღარ ვარდება. რო ვარდებოდა, მაშინაც არაფერი იცვლებოდა და ეხლაც არაფერი იცვლება. თუ შინაგანად არ ახარ ბედნიერი, სულიერად მშვიდი, გინდა ოქრო ჩაიცვი, გინდა ბალენსიაგა, გინდა შანელი და რაც გინდა ის ჩაიცვი. თავარია შიგნით იყო ბედნიერი. და რა ვიცი, ანის ვიდეო რა საჭირო იყო, მაგრამ რაღაცა ხო უნდა გავაკეთო. ბედნიერებას გისურვებთ, გაიხარეთ და გაიღიმეთ. აი ესე ვიღიმი მე. მაინც ვერ ვისწავლე გადაღება, ეს პირდაპირ ვდგევარ ვეფარები, აი ესე პროფილიც კარგი მქონია, ხიპი რო არ მქონია.